იქ ალბათ სადაც მე მგონი არც არასდროს ყოფილვართ საბჭოთა ნორმებსაც რო შევადაროთ, საბჭოთა რეგულაციებს რო შევადაროთ, ესეთი აბსურდი არასდროს არ გქონია, რომ მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო ადამიანები სისხლის სამართლის წესით დასჯილიყვნენ. და ამას რაღაცა ეს ლეგალურობის საფარქველი მისცა 4 დღეში მიღებულმა წესმა, რომ თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ აქციაზე მეორე თუ პასუხისგებაში მიეცემა პირი, ავტომატურად სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დგება. ჩვენ ვართ იქ, რომ ესე ვთქვათ, წარმოიდგინეთ, როცა არის პროტესტი, ამ პროტესტზე პოლიტიკოსები კი არ ცემენ პასუხს, პასუხს ცემენ ავტოკრატიულად, ცემენ უკვე ბოლო, რა ვიცი, 11 თვეა თითქმის სისხლის სამართალთან გატოლებული ადმინისტრაციული სამართლით. ჩვენ 5,000 ლარიან ჯარიმას მივეჩვიეთ, ყური მიეჩვია, რაღაცა სოლიდარობიდან გამომდინარე ხალხი აგროვებს, ზოგი ყადაღის ქვეშ არის. 5,000 ლარიანი სანქცია სისხლის სამართალში, აი ჯარიმა ხო არსებობს სასჯელი. იქაც არ არის ძალიან ბევრ დანაშაულზე თვითონ გათვალისწინებული. თქვენც გინახავთ, რომ ადამიანები შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს და 2,000 ლარი შეეფართოს ჯარიმა. ამ სისხლის სამართალში, რეალურ სისხლის სამართალში უკვე 11 თვეა საქართველოს ცხოვრობს ამ დრაკონული წესებით, რომელიც მათ მიიღეს. რომელსაც ჩადიან თავად ოცნება და მათი ძალოვანი სტრუქტურები. აკეთებენ ამას იმისთვის, რომ ჩვენი პროტესტი შეზღუდონ. ის პროტესტი შეზღუდონ, რაც ხალხში არის და ამის საპირწონედ მოიგონეს მკაცრი წესები, აი დრაკონულ წესებს რო ამბობენ. დიახ, სხვა შორის აი დღეს როდესაც რეაქციას ვამზადებდი, მე მოგვიანებით უკვე დიდი სტუდიიდან მე მაყურებელს აუცილებლად შევახსენებ ამ ისტორიას. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ამბავი რაც მოვარდა იყო, რომ გასული საუკუნის 1937 წელს წინ უსწრებდა ციხის საკნების გაფართოება, ანუ რკინის საწოლებიო გამოქონდათო, ვიდრე ცნობილი ის რეპრესიები დაიწყებოდა 27 წლის და ფიცრებს ამაგრებდნენ იქვე, იმიტომ რომ ერთ საკანში თუ ერთი ადამიანი უნდა დატეულიყო, უკვე შემდეგ 3 ან 4 ადამიანი შეეყვანათ ამ საკნებში და ისე წააგავს ეს ყველაფერი ექიმები, მწერლები, ჟურნალისტები, დასაქმებულები, დაუსაქმებლები, პენსიონერები, სტუდენტები, ანუ ციხეში გამოკეტილი უამრავი ადამიანი და პოლიტპატიმრების რაოდენობით, აი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს, ხო? უკვე რუსეთს გადაუსწრო ყოველ 100,000 მოსახლეზე საქართველოს. ეს თავისთავად რისი მომასწავებელია. მესმის რომ აქ უკვე ნერვების ომია, ანუ ვინ მოერევა, მაგრამ ეს ხალხი მიდის ყველაფერზე. მათ იციან, რომ არავის ეშინია. ციხის არავის ეშინია, დაპატიმრების არავის ეშინია, მაგრამ უფრო და უფრო მარწუხებს უჭერენ ამ რეპრესიულ მარწუხებს. გამოსავალს რაში ხედავთ? ჩემი აზრით გამოსავალი არის შეუგუებლობაში. აქამდე რაც იყო, ესეც არის ამ ყველაფრის დასტური. ადამიანები არ ეგუებიან ამას. ადამიანები აპროტესტებენ ამ ყველაფერს. სხვადასხვა ფორმით ქუჩის გადაკეტვა არ არის იდეა ფიქსი. ალბათ შეიძლება მივიდეს პროტესტი ერთ დღეს იმ კონდიციამდე, რომ ქუჩა შეიძლება ვერ გადაიკეთოს. ეს სიმბოლური პროტესტია, რომელსაც ჩვენ პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად ვაკეთებთ უკვე 330 დღემდე პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ პოლიტპატიმრებს იმ მოთხოვნებს, რის გამოც ისინი ციხეში არიან. აქვე გამოვიყენებ ეთერს და მივესალმები მათ, მაგრამ პროტესტის უამრავი სხვა ფორმა არსებობს და ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გაგრძელდება, როგორც რაღაცა დუღილის ქვეშ მყოფ ქვაფს ვერ დაახურებ თავს, ისევია პროტესტიც ამ შემთხვევაში, ეს არის რაღაცა თავის დახურების მცდელობა, რომ რაღაცა ლეგალისტური საბურველის ქვეშ საუკეთესო დიქტატორულ სტილში მოახდინოთ თითქოს პროტესტის აკრძალვა და სამართლებრივი სფეროდან გაყვანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პროტესტი გაგრძელდება, იპოვის თავის გზას და კალაპოტს და რა თქმა უნდა, მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვითხოვთ ქვეყანაში რას? დემოკრატიას, იმას რაც კონსტიტუციაში გვიწერია. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ არანორმალურ ქვეყანაში. აი წარმოიდგინეთ ავტოკრატიაში. ხო, კი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიზნებს მივახცევთ, იმიტომ რომ ჩვენი პროტესტი, რასაც ეფუძნება, არის სიმართლე, ჩვენი პროტესტი, რასაც ეფუძნება, არის ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება და ჩვენი პროტესტი, რასაც ემსახურება მიზნად, არის ქვეყნის დასავლური მომავალი და ამაში ბუნებრივად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ისეთი შეიძლება გქონდეს, როგორც ჩვენ დამოუკიდებლობის აქტებში გვიწერია, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია და არა ისეთი, როგორც რუსეთის ფედერაციაში ან პუტინის წარმოდგენებში. აი ეს დღეები, რაც დაიწყეს ადამიანების კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაპატიმრება, მიწევდა სულ პირდაპირ ეთერში მუშაობა და კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, გიორგი, რა რეალობაში ვცხოვრობ ჩვენ, ბრილიანტები, ბახჩები, რაღაც ოქროს ზოდები, მილიონები, სეიფებიდან თუ იქ სახში შენახული უჯრებიდან ამოღებული
და თვითონვე გვითხრეს, მათი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახში ჩაატარეს ჭხრიკა, სუსის ყოფილი უფროსის, ყოფილი გენერალური პროკურორის და სხვების და ამ დროს ეს ადამიანები არც კი ვიცით გამოკითხულები არიან თუ არა, აი მე მაყურებელს მინდა რომ ამ თემაზე ვესაუბრო, ეხლა თქვენთან ერთად. ანუ ადამიანებო, ვინც ეხლა ჩვენ გვისმენთ, აი იმ კადრების ნახვის შემდეგ, რაც გითხეს 7 მილიონზე მეტი დოლარი იქნა ამოღებული, ეს სამკაულების საათები, ფუფუნების საგნები, ეს ხალხი დაჭერილი არ არის და იჭერენ მაგალითად ვახოსანაიას, იჭერენ ქეთა ციცქიშვილს, იჭერენ ცირა ჟვანიას, იჭერენ სხვებს, ხო? ანუ ლევან ჯობავას და სხვებს, ლევან მარგიანს. ანუ რა რეალობა არის ეს? მე მგონი ჯერ კიდევ ვერ გაითავისა ბევრმა შეიძლება ჩვენმა თანამოქალაქემ. აი მილიონები და ფუფუნებაში ჩამხრჩვალი მათივე ჩინოვნიკები და სრულიად უდანაშაულოდ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. ძალიან კარგი მაგალითია და რატო? იმიტომ რომ ეს საკითხები რაც თქვით, მაგალითად, თქვენი ეთერის, თქვენი კოლეგების ეთერში არაერთხელ ყოფილა გამოძიებული ის ადამიანები, ის ჩინოვნიკები, ვის სახლებშიც ესეთი ფუფუნების ნივთები და სავარაუდო კორუფციული გზით მოპოვებული ქონება იქიდან გამომდინარე რომ ანტიკორუფციული სამსახური იძიებს ამ ყველაფერს რო იპოვეს ვინ საუბრობდა ამის შესახებ ჟურნალისტები ნოდარ მელაძის შაბათი მაგალითად რომელიც არ ვიცი მე ამ წლების განმავლობაში წარმოუდგენელი რაოდენობის რეპორტაჟს ამზადებდა თქვენ თვითონვე გაგიკვირდათ რეპორტაჟების რაოდენობა იმ დღეს როცა გიყურებდით ნამდვილად ესია და ის ხალხი ვინც ამას ყველაფერს ადოკუმენტირებს საუბრობს ამის შესახებ და მე ეს დასტურდება ეს არის ყველაზე კარგი ლაკმუსის ქაღალდი დღეს ამ ხალხს ებრძვიან დღეს თქვენ ტელევიზიას ებრძვიან თქვენ კოლეგებს ებრძვიან სხვა ჟურნალისტებს ებრძვიან ჩემ კოლეგებს ჩემ ორგანიზაციებს ვინც ამ შემთხვევაში ვცდილობთ რომ ქვეყანაში პრობლემები გამოვავლინოთ და საბოლოო ჯამში ყოველთვის ესე არის რომ ბოლოს მართლები ჩვენ ვართ ყოველთვის ის რასაც ვამბობთ ეხლა მართლება რაღაც პერიოდის მერე ასე რომ ეს ყველაფერი სიმპტომი არის და ამიტომაც ვარ დარწმუნებული როცა მართალი ხარ როცა გჯერა რასაც აკეთებ მე დარწმუნებული ვარ ამ შედეგს საუცობად მიაღწევ და ესეთია მგონია ჩემი აზრით ეს პროტესტიც ის სიმართლეც რომელიც დგას და ის სიმართლეც რომელიც აუცილებელია იმისთვის რათა ქვეყანა მიფუნქციონიროს არ იქნება ჟურნალისტები პირველ რიგში ის ადამიანი შეიძლება დაზარალდეს ვინც შეიძლება პირობითად თქვენ არ მოწონდეთ მე არ მოწონდე იმიტომ რომ მათ იციან რომ ქვეყანა უფრო საშიშია როდესაც არ არსებობს მოდარაჯე ადამიანები რომლებიც დავარქვათ ამას ჩასაფრებულები არიან რომლებიც ხო ქართული ტერმინი მინდოდა მე თქვა ზუსტად ჩასაფრებულები არიან იმისთვის რომ ყველა უკანონობა გამოავლინონ რომ ყველა ფორმაში იყოს ასე შემდეგ ქვეყანა გაცილებით საშიში იქნება ყოველთვის ავტოკრატიისკენ მიდრეკილი იქნება თუ კი არ იარსებებს ისეთი ადამიანი ვინც კრიტიკულად გაიაზრებს რაღაცებს ხო ანუ ძირითადად ჟურნალისტებს გვეუბნებოდნენ რომ თქვენ იტყუებით სიცრუეს ტირაჟირებთ თქვენი ინფორმაცია რასაც ავრცელებთ არის ფეიკი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ თავდაცვის მინისტრზე გითხეს ყოფიზე ჯარისკაცებს ფულს პარავდაო და ციხეშია ეკონომიკის მინისტრის მოადგილეზე გითხეს რომ კორუმპირებულია ორივე ერთად კი ესპანეთში ვილები იყიდაო ღარიბაშვილის სახში დედოფლის წყაროში თბილისში ჭხრეკა ჩავატარეთო ლილუაშვილის სახში ჭხრეკა ჩავატარეთ ფარცხალზე ანუ რეალურად ჩვენ სახეზე გვაქვს დიდი კორუფციული მინიმუმ დანაშაული თუმცა ესე ძალიან საინტერესოა სამართლებრივი თვალსაზრისით არ ვიცით რა მიმართულებით არის საქმე აღძრული ხო ეს არ გიჩენთ კითხვებს და ამ დროს ირკვევა რომ თურმე ყველა ჟურნალისტური გამოძიება იყოს სწორი კი თქვენი ნებართვით თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე მინდა გადავიდე რომელიც პატიმრებს შეეხებოდა და როგორ შეიძლება რაც შეიძლება ეს ჩავთვალოთ დღეს გისოცებს მიღმა არიან ადამიანები რომლებიც არიან ბევრი თვალსაზრისით სამაგალითოები რომლებიც თავისი გამორჩეული მოქალაქეები არიან რომელთა დიდი ნაწილი მე გავიცანი აქციაზე დგომისას მაგალითად ლევან ჯობავა რო ახსენოთ მარტო ერთი მაგალითი ადამიანის მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა რაღაც ჰეროიკული გმირივით არის რომელზეც უკვე იმდენი რამის მოყოლა შეიძლება რომელიც დღედაღამე პროტესტში არის რომელიც გვერდში უდგას სხვებს რომელიც პირიქით არაერთი შეტევა იყო მის მიმართ და რომელიც გამორჩეული მოქალაქეა
და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება დღეს ვერ გვიყურებენ ჩვენ, რომლებიც არიან სხვადასხვა ნიშნით დაკავებულები, რომლებიც დაკავებულები არიან იანვარში, შემდგომ ჩვენ ბოლო-ბოლო მზიამაღლობელი ყოთ ციხეში, რომელიც აღარც ქართული ჟურნალისტიკის მეტრი არის, ასე რომ ბუნებრივია პარადიგმა იცვლება მთლიანად, ტექნიკურად ციხეში მყოფი ადამიანები ხდებიან, ესე ვთქვათ, პირიქით ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, რომლებიც კარგი მოქალაქეები არიან და პირიქით, ვისაც ძალაუფლება უყრია ხელთ, პირიქით ისინი არიან კრიმინალები, ოღონდ ლეგალისტური მანტიით შეპყრობილები. ადასტურებენ ამას თავიანთი წვეგი. ამიტომ არის პარადოქსი, ესე ვთქვათ, ის ყველაფერი, სადაც ეხა ვართ, ამიტომ ვართ ჩვენ ჩემი აზრით ავტოკრატიაში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნება. ეს არ არის სიტყვები, რაღაც ლიტონის სიტყვები, ჩვენ არ გვაქვს გამართული არჩევნები, ჩვენ არჩევნები გვაქვს, რომელიც ყალბდება, ჩვენ გვაქვს პოლიცია, რომელიც ადამიანებს აწამებს, ესე ვთქვათ, უსულგულოდ, ჩვენ გვაქვს ის რომ ანგარიშვალდებულება არ აქვთ ხალხთან ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, ჩვენ გვაქვს მრავალი უკანონობა, ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეგრეთ წოდებულ ზაკონებს, ეგრეთ წოდებული პარლამენტი არალეგიტიმური 3-4 დღეში იღებს, როგორ შეიძლება ეგეთი რამე ბუნებაში არასდროს არ არსებულა საქართველოში. 3 დღეში კანონის მიღება საგამონილო. მორჩილები. ეს არის, არ ვიცი, რა შეიძლება დავარქვა ამას, აი ცხურის ფარასაც კი მგონია, რომ მეტი დრო დაჭირდება რაღაცა წესის შესამუშავებლად და განსახილველად. როგორ შეიძლება 3 დღეში კანონი მიიღოს ვინმე? სიტყვა კანონთან როგორ შეიძლება შესაბამისი იყოს რაიმე რეგულაცია, რომელიც 3 დღეში მიღება ხდება. აი ორშაბათს ბიუროზე, ეგრეთ წოდებულ ბიუროზე რაღაცა გამოდის და ხუთშაბათს უკვე ძალაში შედის და უკვე პარასკევს მოქმედი რეგულაცია. აბსურდი, ეს არ შეიძლება იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ეს არ შეიძლება მოქმედებდეს, არ შეიძლება. ასე ფორმდება ჩვენს თვალწინ დიქტატურა, ხო და ეს ყველაფერი ნანახი აქვთ პოსტსაბჭოთა სივრცის მოქალაქეებს საკუთარ თავზე აქვთ, ხო, გამოცდილი ბელორუსი გინდათ, პუტინის რუსეთი. აი ბოლო დღეებში ხშირად მინდება ხოლმე ამის დაწერა, რომ აი სხვა რა არის თქო პუტინის რუსეთი, თუ არა ის რომ მშვიდობიანი მოქალაქე დააკავო ნიღბის ტარების გამო და ასევე გიორგი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შედის სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ხომ არ ფიქრობთ რომ შემდეგი უკვე თქვენი დრო დგება, რასაც მოყვება მერე მედია, რატომ დღესაც იმეორებდა კობახიძე აქციის მონაწილეთა უდიდესი უმრავლესობა არიანო უცხოელი აგენტები იღებენ ფულს იმისთვის აკეთებენ შეგნებულად დააზიანონ ქვეყანაო და კოლექტიური ლომჯარიებით განან ტროტუარზე, ანუ ბოლო დღეებში ძალიან ხშირად ისმის განსაკუთრებით აი ლომჯარიები, გიგაურები თქვენი სახელი და გვარიც მათ შორის, ანუ ფიქრობ თუ არა რომ გარდაუვალია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ შესაძლოა თქვენი საერთოდაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააყენონ, იტყვიან როგორც იმ ბნელ საბჭოთა კავშირში რომ ესენი არიან ჯაშუშები და ამბობენ უცხო ქვეყნის ვიცი რომ გეღიმებათ, მეც მეღიმება, მაგრამ სინამდვილეში კითხვას რომ გისვათ სულ არ გამოვრიცხავ რომ ასე მოხდეს. თეორიულად შეიძლება ვერაფერი ამ ქვეყანაში გამორიცხვა შეუძლებელი იქნება, მაგრამ ირაკლი კობახიძის ფიზიკურად არ შემიძლია რომ შემეშინდეს. არ თვლი მას მართლა სერიოზულ ფიგურად. მას შეიძლება ყავდეს ვიღაცა ძლიერი ბიჭები, რომლებმაც შეიძლება რაღაცა ეგრეთ წოდებული წესები აღასრულონ, მას შეიძლება ვიღაცაებმა რაღაცა ბრალი წაუყენონ ვიღაცას, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა. ირაკლი კობახიძეს და მისნაირ ადამიანებს ალბათ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მის ენაზე რო ვთქვათ, უფასოდ გააპროტესტო რამე. იმიტომ რომ ალბათ მე არ მახსენდება მის მიერ რამე გაპროტესტებული ცხოვრებაში. და ალბათ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება 300 დღე იდგეს ადამიანი ისე რომ ის ფულს არ იღებდეს. ეს უბრალოდ მის მორალამდე არ დადის და ალბათ ამიტომ არის ეს ყველაფერი გაუგებარი. თქვენ უნდა ნახოთ აქციის მონაწილეები, ვინსგანან ყოველდღიურად, რომლებსაც მართლა როგორ გითხრათ, ზოგს აი ძალიან უჭირს ადამიან მატერიალურად, მაგრამ ისინი ყოველთვის იქ არიან, მაგრამ აკეთებენ ამას, იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაც ალტრუისტული მიზნები, მათ უყვართ სახელმწიფო, მათთვის ეს მნიშვნელოვანია და ისინი ამ ყველაფერს აგრძელებენ მიუხედავად ამინდისა, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად შეზღუდვებისა. ირაკლი კობახიძემ კი შეიძლება შეუძლია გააგრძელოს თავისი მუქარები.
ალბათ აღასრულებს კიდევ რაღაცეებს, მაგრამ მე მგონია რომ ამის შიში არ ღირს, ამ შიში ცხოვრება არ ღირს და მე მჯერა რომ ის სიმართლე უფრო ძლიერია, რისთვისაც ხალხი რუსთაველზე დგას, ვიდრე ირაკლი კობახიძე, მისი დამქაშები, მისი ზემდგომი ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერი რუსული ძალა ამ ქვეყანაში. ამიტომ მე მჯერა იმ სიმართლეს და დარწმუნებული ვარ, ეს სიმართლე ერთხელაც თავის გზას იპოვს. დიდი მადლობა. დიდი მე კიდევ ერთხელ მინდა რომ მხარდაჭერა დავაფიქსირო ეხლა ჩემი კოლეგების მიმართ, ყველას მიმართ, ვინც ესე უსამართლოდ დაატყოვეს, მაგრამ საუბარი არის ჩემს კოლეგებზე, რომლებიც მხოლოდ თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგანან და რომლებსაც დღეს პარტიული აქტივისტები უწოდა კობახიძემ, ამაზე მოგვიანებით რეაქციის დიდ სტუდიაში ვისაუბრებთ. გიორგის კი მადლობას გადავხდით, პოლიტპატიმრების განმარტება, გიორგი. ანუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რამდენი უკვე 100-მდე თუ 100-ზე მეტი უკვე პოლიტპატიმარი ყავს ციხეში და ამაზე რეზონანსი არის ალბათ სრული იზოლაცია, ხო, ქართული ოცნების. აი, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს? არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდეს. კარგი რამე ახსენეთ პოლიტპატიმრის დეფინიცია. 5 კომპონენტისგან არის შემდგარი, 5 ალტერნატიული დეფინიცია აქვს პოლიტპატიმარს და პირველი დეფინიცია სწორედ ის არის, რომ ადამიანების დაკავება თავისუფლების აკვეთა ხდება მათ მიერ გამოხატული აზრების ან შეკრება მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო. ამის ნათელი მაგალითი ვართ ჩვენ, პოლიტპატიმრებით სავსეა ქართული ციხეები, დროებითი მოთავსების იზოლატორები და ეს მიდგომა გრძელდება და გრძელდება. არავინ არ არის დაცული, ისეთი ადამიანების მიმართ ხდება პატიმრობის გამოყენება, რომლებიც არიან კიდევ ერთხელ ვიტყვი, სანიმუშო მოქალაქეები, რომელთაც რო გავდენ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა ძალიან გაგვიხარდება, რომლებიც მართლა თითით საჩვენებელი გამორჩეული ადამიანები არიან და ესეთი ადამიანები რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი დგანან. ძალიან ბევრი და ძალიან საამაყო ეს ყველაფერი.